წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტს გაესწრა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში და წყალტუბოს გამგებელი. ფონდი ქალაქში სულ 9 ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, საიდანაც 7 უკვე დასრულებულია. ქალაქის რეაბილიტაციის ფარგლებში ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოეწყო ტერიტორია აქტიური დასვენებისათვის, ცივი ტბის მიმდებარე დაშენდა მცირე ზომის ტურისტული შენობა, ნაგებობები დასრულდა თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქალაქში მოეწყო გარე განათება, ველობილიკები და ავტოსადგომები. პროექტი უკვე დასასრულის პირას არის. მინდა ბიზნესაც ვთხოვო, რომ ხელი შეუწყონ პროექტს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს, არ გაჩერდეს განვითარება ამ პროექტის. უკვე დასასრულს უახლოვდება ეს პროექტები, როგორც მსოფლიო ბანკის მიერ იქნა დაფინანსებული. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ და უკვე ბოლო შტრიხები გავიარეთ, თუ რა არის გასაკეთებელი. ვფიქრობ, რომ სადღაც ალბათ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში განახლებულ წყალტუბოს ჩავაბარეთ მოსახლეობას. სამუშაოები, რომელიც 2 წლის წინ დაიწყო, თითქმის დასრულებულია. გახსნის ცერემონიას კი ოქტომბრისთვის გეგმავთ. წყალტუბო უნიკალური კურორტია თავის თერმული წყლებით. ვფიქრობ, ის იმერეთის რეგიონის ტურისტული ჰაბი გახდება და სხვადასხვა ტურისტულ ცენტრებს ერთმანეთთან დააკავშირებს.